მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნინი ქარდავა და თქვენ მოხვდით ჩემს არხზე, რაც ძალიან მიხარია და როგორც წინა ვიდეოში შეგპირდით, დღეს მექნება ჰოლ ვიდეოს მეორე ნაწილი და გაჩვენებთ თუ რა ჩამომივიდა ჩინეთიდან. და პირველი მინდა დავიწყო ამ ლამაზი ბოდით. ნახეთ როგორი ლამაზია. ეს არის S ზომა. ულამაზესი არის ჩაცმულად, არანაირი დისკომფორტი არ იგრძნობა. $10 ღირს ეს ბოდი, იყო ასევე თეთრი და ვარდისფერი, მაგრამ ეს ფერი უფრო მომეწონა. აი ესეთი ლამაზი ამოქარგული ყვავილები აქვს. ასე რეგულირდება ბრეტელები და გვერდებზეც რეზინები აქვს. ულამაზესი არის ნამდვილად, ძალიან ხარისხიანია და ამ ფასად 100%-ით ვუწევ რეკომენდაციას თუ შეუკვეთავთ არინანებთ ნამდვილად. შემდეგ მინდა გაჩვენოთ ზედა, რომელიც წინა ვიდეოში გქონდა და თუ არ გაქვთ ჩემი წინა ვიდეო ნანახი, აუცილებლად ნახეთ. ოღონდ ეს არის განსხვავებული ფერი, ესეთი ფისტას მწვანე, ტრენდული ფერი. ტოპი ცალმკლავზე, საიტზე ბევრ ფერში არის წარმოდგენილი, ღირს $4 და არის 100%-ით ბამბა. ესეც რა თქმა უნდა იმის ზომა შეუკვეთე, მაგრამ რატომღაც შავთან შედარებით უფრო ვიწრო და მოკლე მაქვს, არ ვიცი რაშია საქმე. თუმცა მაინც კარგად გამოიყურება ჩაცმულად, ძალიან უხდება ღია ფერის ჯინსებს და ვფიქრობ გაროჯულკანსაც ძალიან მოუხდება. და კარგი ტოპი არის $4. შემდეგ მინდა გაჩვენოთ კაბა, რომელიც ჩემ პატარას ვუყიდე. აი ესეთი ულამაზესი გაზაფხულივით კაბა. 4 წელზე შევიძინე, ბავშვი არ არის ჯერ 4 წლის. კარგად აქვს, მომავალ წელსაც თავისუფლად მოერგება, ბავშვებისთვის ძალიან დიდი არჩევანი არის საიტზე და თუ მოგეწონებათ, ნახეთ. წინა კაბასთან შედარებით ეს არ არის ისეთი ხარისხიანი, არც სარჩული აქვს. მაგრამ ცუდი კაბა არ არის, ცოტა სინთეთიკა იგრძნობა, მაგრამ არც ისე უხარისხოა. ცუდი ნამდვილად არ არის, $9 ღირდა ეს კაბა, ახლოდანაც გაჩვენებთ. აი ესეთი ლამაზი კაბა. შემდეგ მინდა გაჩვენოთ ღამის პერანგი, რომელიც დიდად არ მომეწონა. მეცვა უკვე. აი ესეთი შორტი. და მაისური, რომელიც არის S ზომა და გამოიყურება XL-ით რატომღაც. აი ესეთი სრიალა ნაჭერი არის და ყველაფერს იკრავს. ეს ერთი შეხედვით ლამაზი ღამის პერანგია. მაგრამ არ გირჩევთ, $8 ღირდა ეს ღამის პერანგი და საიტზე დიდი არჩევანი არის. მაგრამ ამ კონკრეტულს არ გირჩევთ ნამდვილად. შემდეგ მინდა გაჩვენოთ ისევ ჩემი პატარას კაბა. აი ესეთი $7 ღირს ეს კაბა, ულამაზესი არის. ესეც იგივე ხარისხია, რაც წერან გაჩვენეთ. არ ლანდავს, მიუხედავად იმისა, რომ თხელია, ალბათ ფერის ხარჯზე. აი აქ ესეთ რეზინაზეა, ძალიან ლამაზია ჩაცმულად, ბავშვს ძალიან მოეწონა. იმ ორთან შედარებით ეს უფრო გრძელია, ისეთი სტილია. და ესეც 4 წელზე შევიძინე. ესეთი ულამაზესი კოპლებიანი კაბა. შემდეგ მინდა გაჩვენოთ ესეთი სპორტულები, რომელიც მოდელზე ძალიან მომეწონა, აი ესეთი ჭუჭყიანი ვარდისფერი, შარვალი. ეს შეუკვეთე M ზომა და ზუსტად მაქვს სიგრძეშიც კარგად მაქვს, ესეთი მანჟეტები აქვს ქვევით. კარგი ხარისხი არის. აი ნახეთ ახლოდან. კარგი შარვალი არის ნამდვილად, კარგი სპორტულია. ესეთი ზედა მოყვება, ულამაზესი. მაგრამ ვფიქრობ ცოტა დიდი მაქვს, კლავები არ იჭერს ფორმას და ვარდება. სავარაუდოდ იმიტომ რომ დიდი მაქვს, ესი რო ყოფილიყო ეს ზედა, ვფიქრობ უკეთ მექნებოდა. მაგრამ ულამაზესი სპორტულია ნამდვილად. საიტზე თუ არ ვწდები, მუქი ვარდისფერიც არის ესეთი სპორტული.
ღირდა 14 ან 16 დოლარი არ მოახსოვს ზუსტად. აი ესეთი საკმაოდ ხარისხიანი სპორტული. ტანსაცმელს მურჩი და ეხლა მინდა გაჩვენოთ ეს ულამაზესი პატარა ჩანთა, რომელიც ბავშვს უყიდე 2.5 დოლარი ღირდა. კარგი ხარისხია, ელვაც კარგად მუშაობს. საკიდი რეგულირდება. ასე შეგიძლიათ გაყვანძოთ იმ ზომაზე, რა ზომადაც თქვენ გინდათ და საკიდიც მზად არის. ძალიან დიდი არჩევანი არის საიძზე და კარგ ფასად. შემდეგ მინდა გაჩვენოთ ესეთი თვისამაგრების ნაკრები, ესეც რა თქმა უნდა ბავშვისთვის ვიყიდე, ასეთი ყუთით ჩამოდის, ძალიან კარგი, არაფერი დაგეკარგებათ, სასაღებადაც მარტივი არის და ზუსტად ასეთი თვისამაგრების ნაკრები ვნახე ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, სადაც ყიდიდნენ 35 ლარად და ალბათ კურიერის მომსახურებაც დაემატებოდა. მე შევიძინე სულ რაღაც 3.5 დოლარად. 15 პოზიცია არის თუ არ ვწდები ამ ნაკრებში. აი გაჩვენებთ. არის სხვადასხვანაირები, არის რეზინები, ესეთი ლამაზი ბაფთები. აი ნახეთ. ძალიან მოეწონა ბავშვს. შემდეგ მინდა გაჩვენოთ აი ესეთი წინდების ნაკრები. გამოუწერე ბავშვს და ბავშვის შემთხვევაში არის 5 პოზიცია, ერთი უკვე ჩაიცვა და დასვარა, ესეთი თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი და ნაცრისფერი არის ნახევრად გამჭვირვალე. იყიდება ზომების მიხედვით და 4 დოლარი ღირს თუ სწორად მახსოვს ეს წინდები. და მსგავსი წინდები ჩემთვისაც გამოვიწერე. ჩემ შემთხვევაში 4 წყვილი არის, ნაცრისფერი, შავი, თეთრი და კრემისფერი. ესეც 4 დოლარი ღირდა. აი ესეთი ლამაზი ფისოს წინდები. შემდეგ მინდა გაჩვენოთ ფეხსაცმელები, რომელიც ესეთი სახით ჩამოვიდა. ნახეთ. ბავშვს გამოუწერე, რა თქმა უნდა, ზომით მიხვდებით. ბოლო ფეხსაცმელს მიუსწარი და იძულებული გავხდი, რომ ერთი ზომით დიდი მეყიდა, თან მინდოდა შავი ფერის, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვასწარი. ელვის სისწრაფით გაიყიდა. ულამაზესი ფეხსაცმელებია, რაღაცით მაგონებს შანელს. 10 თუ 9 დოლარი ღირდა ეს ლამაზი ფეხსაცმელები. 4 წლის ბავშვზე ვიყიდე 29 ზომა. დიდი აქვს, მაგრამ არა უშავს მომავალ წელს მოერგება. ძალიან ხარისხიანი არის და ძალიან მოეწონა ბავშვსაც. შემდეგ მინდა გაჩვენოთ ესეთი ანტიცელულიტური ტანის ჯაგრისი. ნამდვილად კარგი რამეა, თუ სკრაბს, ტანის სკრაბს იყენებთ, ტანის სკრაბთან ერთად. ძალიან კარგი არის, 2.5 დოლარი ღირდა. აი ესეთი ტანის ჯაგრისი, თან მასაჟორიც აქვს უკან. შემდეგ მინდა გაჩვენოთ ფუნჯების ნაკრები. აი ესეთი ძალიან ლამაზი. იესამნისფერი, ქალთევზა ფუნჯები. 10 ცალიანი ნაკრები არის, თუ სწორად მახსოვს 5 დოლარი ღირდა. აი ესე გაჩვენებთ. იყო ასევე სხვა ფერის გლითერით, მაგრამ ძალიან მიყვარს იესამნისფერი, ამიტომ ეს ავირჩიე. ძალიან რბილი ფუნჯები არის და საკმაოდ ხარისხიანი. ამ 10 ცალიანი ფუნჯების ნაკრებით შეგიძლიათ სრულფასოვანი მაკიაჟი გაიკეთოთ. შემდეგ მინდა გაჩვენოთ ესეთი ფუნჯების გასარეცხი სილიკონი. ძალიან დიდი არჩევანი არის საიძზე, სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა ფასის. აი ესე მუშაობს ეს სილიკონის ფუნჯების საწმენდი. დოლარი და 25 ცენტი ღირდა, თუ სწორად მახსოვს ესეთი სილიკონი. შემდეგ მინდა გაჩვენოთ ესეთი თევზის ფორმის ფუნჯი, რომელიც დიდი ხანია მინდა შევიძინო, მინდოდა ფერადი, მაგრამ
ვერ ვნახე საიძე, თუმცა შავიც ძალიან მომწონს. საკმაოდ ხარისხიანი არის. $2.5 ღირდა. აი ესეთი კევრის ფორმის ფუნჯი. შემდეგ მინდა გაჩვენოთ ბეჭდების ნაკრები, ესეც ბავშვისთვის შევუკვეთე. სამწუხაროდ ვერ გეტყვით რამდენია ნაკრებში, იმიტომ რომ ბავშვმა უკვე დაკარგა რამდენიმე 80 ცენტი ღირდა და მე მგონი პატარა გოგოებს ძალიან მოიწონებათ მსგავსი ბეჭდები. შემდეგ მინდა გაჩვენოთ ფეხის სამაჯური. აი ესეთი ლამაზი, მე მიყვარს ფეხის სამაჯურები. $1.50 ღირდა ეს მე მგონი. აი ესეთი ფეხის სამაჯური. შემდეგ ხელის სამაჯური ბავშვისთვის. ასევე ბავშვებისთვის ძალიან დიდი არჩევანი არის ბიჟუტერიის საიძე 80 ცენტი ღირდა. ეს ხელის სამაჯურები ძალიან საყვარელია და ბავშვსაც ძალიან მოეწონა. შემდეგ ისევ ფეხის სამაჯური მინდა გაჩვენოთ, ესეთი ფერადი, ზაფხულს რომ უხდება. რაღაცა მძივი ქონდა აქ, მაგრამ ამოვიღე თუ არა ეგრევე გაწყდა, მოძვრა, თუმცა აი ესედაც ძალიან ლამაზია. და ბოლო მინდა გაჩვენოთ აი ესეთი ქვა, არ ვიცი ზუსტად სამწუხაროდ ამას რა ქვია. ვიყიდე სახის მასაჟისთვის, მსგავსი ქვები ძალიან დიდი არჩევანი არის საიძე, სხვადასხვანაირები და ნამდვილად კარგი რამე არის. რო გამოვცდი, აუცილებლად გაჩვენებთ თქვენს. $2.5 ღირდა თუ სწორად მახსოვს. და ეს იყო ბოლო ნივთი. ჩემო კარგებო, სულ ეს იყო. ესეც ესე, მეორე ნაწილიც დავასრულე. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს არხის განვითარებისთვის. ასევე თუ მოგწონთ მსგავსი ვიდეოები, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით!